სალამი მეგობრებო, გავდივარ ისევ სათევზაოდ. ცოტა მოგვიანებით, მაგრამ არა უშავს. დღეს უკვე საბათი საღამოა და 6 საათია საღამოსი. მაგრამ არა უშავს. მივალ და თავარია კარვის დადგმა მოვასწრო და მერე დანარჩენს ნელა უკვე გავაკეთებ. ესე იგი დავრჩები დღეს ღამით და ხვალ საღამომდე რა. ყველაფერი მზადა ვარ, ესე ვთქვათ. სიმინძე ვაპირებ და ცოტა რო წამოვწიო ვაპირებ მაგისთვის პოპ-აპის დაყენებას. ნახოთ, შეიძლება ბოილით სადო სხვადასხვა ვარიანტს გამიხილა, მაგრამ წინა გასვლაზე იმუშავა სიმინდმა პოპ-აპთან ერთად. ასე რომ პირველი მაგავსდი. წინა გასვლა შედეგიანი იყო, 3 თევზი დავსვით. სამივე კარპი იყო. ერთი ჩვეულებრივი, ერთი ზერგალური და მესამე ღამე იყო და ნაპირზე მოყვანილი თითქმის ვერ ამოვწიე და სავარაუდოდ, როგორც დავინახე, ეგეც კარპი იყო რა. ოღონ არ იყო რაღაც სასწაულად დიდი. იმ ორიდან ერთი იყო ჩვეულებრივი, რომელიც იყო 8,200 და ზერგალური იყო 6 და რაღაც 6.5-მდე. მე სახში ავწონე რა. კაი, ამინდი ესეთი გვაქვს ცოტა ღრუბლიანი, მაგრამ მშვენიერი ამინდია ჩემი აზრით სათევზაოდ. დანარჩენს ადგილზე რომ მივალ, იქედან მერე ნელ-ნელა ყველაფერს გაგესაუბრებით და გაჩვენებთ. აბაჰე. ესე იგი, ადგილზე ვართ მეგობრებო. რავი, იდეალური ამინდია. ძალიან დაწყნარებულია ტბა. ვფიქრობ, კარავისთვის ეს ადგილი. აქ დაიდგმება კარავი. ეხლა შეგახედეთ, რა სიწყნარი არის. რავი, მაგარი წყნარი არის და იდეალური ამინდია. ნახოთ, თევზი რა და როგორ იქნება. წინა შაბათ-კვირას ვიყავი დაახლოებით აი იმ ადგილზე და პირდაპირ მქონდა გამოტანილი დაახლოებით 150 მეტრი. 150-მდე, 120, 150. და მაგიტომ ახლა ვფიქრობ, რომ აქედან პირდაპირ გავიტანო იგივე მანძილზე დაახლოებით 100-დან 200-მდე ვწვდი სხვადასხვა ადგილებში და გამოჩნდება სად არის უკეთესი. შეიძლება 100 მეტრი სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს. აქ გზის პირას ვფიქრობ, რომ კარავი ჩვეულებრივ უნდა დაიდგას და არ იქნება პრობლემა და შეუდგები ხა მაგ საქმეს. გავშალეთ მეგობრებო, კარავი ესე გამოიყურება. გაჩვენებთ. ტბის ახლოს. მგონია კარგად გაიშალა. შიგნით ჯერ კიდევ ყველაფერი არ გამიშლია. აქვე არის აკესები. აწყობილია უკვე. აგი არის პატარა სტოლი, საიდანაც უკვე დავამზადებთ შესატანად. ეს სიმინძე, როგორც გითხარით, ვაპირებ სიმინძე. ცოტაოდენი გადმოვიტანე უკვე, რომ მოსახერხებელი იყოს. ესე ჩვენი დასაკორმინავი. ვიდეოში არ ვიცი თუ ჩანს, ძალიან წვრილად წვიმამ დაიწყო, მაგრამ ეს მე მარტო მახარებს, იმიტომ რომ მაგრამ მევასება ესეთ ამინდში, თუნდაც პალატკაში, კარავში ყოფნა, უბრალოდ. და რავი, ძალიან მშვენიერი ადგილია. ნახოთ, თევზი რას იზავს. ესე იგი, გავაკეთოთ ახლა მონტაჟი. მონტაჟი რა? ესეთი მონტაჟი მაქვს. არაფერი განსაკუთრებული. ოღონ მოძრაობს სიმძიმე. და თმიანი კავი. ეხლა რავი, წინაზე იმუშავა პოპ-აპმა, რომელიც არის
სიმინდის არომატით. ეხლა მე ამას სულოდ ჩამოვაჭრი. დაახლოებით აი ესე. და ერთ-ორ სიმინდსაც ავარჩევ და გავაკეთებ ერთად. აი ესე. კაც ერთი და ცოტა ისეთი. ეს არა. აი. ასეც ესე. აუცილებლად ქვემოდან უყენებ რომ დავაფიქსიროთ და არ გაძრეს. თეზმოც რომ ჩაყლაპოს და გაქაჩოს მარტო ეს რომ არ გაგვიძრეს უბრალოდ და გამოსატანი არ გაგვიხდეს რა. აი ესე გამოიყურება. რავი, იდეალურია. რავი, ამ სპრეიმ კარგად იმუშავა წინა გამოსვლაზე და ეხლაც გავამეოროთ. ესე. Так. Ეს ჩავთეთ. მუშაობს. კარგი. ესე აქ დავუყრი ცოტას. ბევრი არ უნდა. ისე ვქნათ რომ არ აიხლართოს. აქ ჩავუშვათ. ამ სიმინდს რაც შეეხება მომიწია დაახლოებით მესამე დღეა დღეს უკვე მოხარშული მაქვს მაცივარში და რავი, სუნზე იდეალურია და იმედია არაფერს ხელს არ შეუშლის. და ვნახოთ. რავი, ესეთი პირველი ანკისი. ეხლა მე კამერას დავაყენებ აქ და თან თქვენ შეხედავთ რა და როგორ შეაქვს. ესე იგი, როგორც ვიდეოში ნახეთ, მეგობრებო, აკესები შეტანილია. დაახლოებით 9 საათი 40 წუთი გავიდა. მე კიდე კარავი გავშალე უკვე ბოლომდე, ესე გამოიყურება.
ეს საძინებელი. განათება გვაქვს უკვე 3 ნათურა. და ეხლა ის დროა დავილოდოთ თევზს და შეგვიძლია მსუბუქი ალკოჰოლი, ლუდი მივირთვათ. რავი, ძალიან მაგარი ამინდია. დილამშვიდობისა მეგობრებო. ღამემ ჩაიარა იდეალურად იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩარტყმა არ მქონია ერთიც. რავი, მშვენივრად მეძინა. და ეხლა დილის 5 საათია. და ვფიქრობ, ამოვიტან ორივე კესები და სიმინდს დავუმატო. კოპტონი მაქვს. რომ რავი, მეტი არომატი მივცე რა. ან სიმინდი არ მუშაობს, ან უბრალოდ თევზი არ აქტიურობს ჯერჯერობით რა. ნახოთ, მთელი დღე წინა მაქვს კიდე საღამომდე. და იმედებს არ კარგავ. ესე გამოიყურება უკვე სიმინდი კოპტონ გადარეული. კოპტონი ახლა წყალში როგორც გიჩავა, გაიშლება და არომატს რავი დააყენებს და უნდა თევზის ყურადღება მიიქციოს რა. დანარჩენი სიმინდი კი ჩაიყრება ადგილზე და რაც შეეხება პოპ-აპს, ეხლა შევცვლი დავაყენებ 16 მილიმეტრიანს. ესე გამოიყურება. და ვნახოთ, იმედია შედეგი ექნება. გავაკეთოთ მეგობრებო პატარა განხილვა. ბევრი არაფერი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს გეტყვით რა არის. დავიწყოთ დასადგამით როდპოდით. ეს არის კაპერლანის ფირმის ჯოხები მაქვს პროლოჯიკის C სერია. ორივე ჯოხი არის 3LB, სიგრძე არის 3 მეტრიანი. ეს იმიტომ ავირჩიე, რომ არის კომპაქტური გადასატანად და არის 2 ნაწილიანი. სხვაების არის 2 ნაწილიანი, მაგრამ ესე ვთქვათ ბიუჯეტური ვარიანტია ეს ერთ-ერთი. კარფანთერის 8000-იანი ტრეიპერი არის. მეორე 6000-იანია. უბრალოდ ფირმა არ მახსოვს. სიგნალიზატორები არის ემბაიტი. დასაკორმინავი კი იცით არის ბოტმანის ფირმის. პალატკას რაც შეეხება, პალატკა არის ქეუჩას ფრეშ ბლექი. ეს უფრო ტურისტული არის. ხო, კიდე ამოსაღები ბადე არის ნეკოს ფირმის. 2.60 არის სიგრძეში. მეტრაზე არის თვითონ ბადე. ესეც ესე თქვა ცოტა ბიუჯეტური არის, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს მშვენივრად, რომ თევზი
ბადეში მოვაქციოთ და მერე უკვე მოვახდინოთ ამოყვანა. სხვა ისეთი არაფერი არა მაქვს, რაც შეიძლება ადამიანს დააინტერესეს. ხო, რაც შეეხება სათევზაო ლიცენზიას, ეხლა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება. მეგობრებო, გესაუბრებოდით ლიცენზიასთან დაკავშირებით. ესე გამოიყურება. ერთ პატარა წიგნში არის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და ბეჭედი აქვს დარტყმული. შემდეგ გვერდზე უკვე არის მითითებული ნომერი თავისი, დაბადების თარიღი და როდისაა გაცემული. შემდეგ უკვე აქ როგორც ხედავთ არის დაკრული სპეციალური, ესე დავარქვათ, გადახდის ბილეთები, როდესაც ლიცენზიას იღებ, იხდი სხვადასხვა გადასახადს. და აქ არის ყველა 30 ზლოტი, 255, 150. ეს უკვე შემდეგი წელი არის. ეს ბოლო წელი. ეს ერთი წიგნი. მეორე ესე გამოიყურება, აქაც თავისი ნომერი აქვს. ამ წიგნში იწერება, როდესაც მიდიხარ სათევზაოდ, ყველა ესე ვთქვათ, ტბას აქვს თავისი ნომერი, ტბა იქნება თუ მდინარე ან წყალსაცავი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას აქვს თავისი სახელი, ყველას აქვს თავისი ნომერი. და აუცილებელი არის მაგ ყველაფრის შევსება. ასევე ამ წიგნში არის დატანილი რამდენი გექტარია ესა თუ ის ტბა, რომელი თევზის დაჭერა შეგიძლია, რა ზომა უნდა იყოს, ანუ სიგრძეში უნდა გაზომო. და მაგის დამიხედვით ყველას აქვს თავისი ზომები. მაგალითად ამური არ შეიძლება რომ წაიყვანო 40 სანტიმეტრზე ნაკლები თუ არის. და აქ სხვადასხვა თევზები არის, მაგალითად კარპი. კარპი არ შეიძლება 30 სანტიმეტრზე ნაკლები რომ წაიყვანო. ლოქო 70 სანტიმეტრზე ნაკლები არ შეიძლება. აქ წერ უკვე არეგისტრირებ რომელ ტბაზე ხარ, თარიღს წერ, ნუმერაციას წერ, ტბის თუ წყალსაცავის და აქ უკვე მერე რა თევზი დაიჭირე, რამდენი სიგრძე და წონა. სხვა კიდე ბევრი სხვადასხვა, რა თქმა უნდა, წესებია და ახსნილია რა ეკრძალება მეთევზეს და რა რისი უფლება აქვს, ესე ვთქვათ. ეს ლიცენზია 470 აქაური ზლოტი, ну $130 სადღაც რა. $130-მდე. ერთი წელი, იანვრიდან, 1 იანვრიდან შემდეგი წლის 1 იანვრამდე კეთდება ესე. ესეთი თარიღი აქვს. როგორც შეამჩნიათ, მეგობრებო, შევიცვალე ადგილი, სათევზაო ტბა. გუშინ სადაც მივედი და ღამე გავათენე, არანაირი აქტიურობა არ იყო დღეს დილის 9 საათამდე, გუშინ 6-ზე მივედი დილის 9-მდე. ერთი ჩატყვანს არ ყოფილა. არ ვიცი, თევზი არ აქტიურობს თუ ჩემ სიმის დავაბრალო. ეხლა აქვე გადმოვედი. არც თუ ისე შორს შედარებით პატარა ტბა არის. და მაგრამ მინდა რომ აქ ვცადო ეხლა. კარავი უკვე აშლილი მაქვს და ესე ვთქვათ, დაბარგებულია მანქანაში. ეხლა უბრალოდ აქ შევიტან ამ პატარა ტბაზე და დაველოდები. ეხლა შეგახედებთ როგორ გამოიყურება ეს ტბა.
აი ესე გამოიყურება ეს ადგილი. შედარებით რა თქმა უნდა პატარაა. მაგრამ იქეთაც არის ცოტა მარჯვენა მხარეს. მაგრამ ჩემი აზრით არის იმის რეალური შანსი, რომ დიდი თევზი იყოს აქაც. რა ვიცადოთ. როგორც ხედავთ, აქ მორჩა ჩემი თევზაობა, იმიტომ რომ არანაირი აქტიურობა არ იყო თევზის. გადავწყვიტე უკვე წავიდე სახლისკენ და შემდეგ ჯერზე შევეცდები უფრო მომზადებული და უფრო დიდი არჩევანით წავიდე, რომ ერთმა კორმა თუ არ იმუშავა, რომ გქონდეს სხვა რო შეუცვალო, იმიტომ რომ ეს ფაქტია, რომ არ იმუშავა სიმიდმა და სხვაც არაფერი არ მქონდა. ამიტომ წავედით